ასე რომ გამჭირვალობის საჭიროებამდე ბრიუსელის მივიდა ევროპის გვიანი გამომხიზლება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების სისწორეს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ქართული ოპოზიციისთვის კი არც ეს ნიშნავს რამეს. სოფო ბერიძის სიუჟეტი. ვაშინგტონის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ფარულ პოლიტიკურ გავლენებზე ბრიუსელი ალაპარაკდა. როგორც ჩანს, საქმე იმდენად მძიმედ არის, რომ ევროპელი დეპუტატები NGO-ების მხილების მიზნით ევროპარლამენტში საგამოძიებო კომიტეტის შექმნას ითხოვენ. ის რაც ახლა ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ხდება, შალვა პაპუაშვილისთვის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის ლოგიკური ანარეკლია. ეს ჭირი გამოავლინა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ, როდესაც ამხილა USAID-ის და სხვათა თაღლითური სქემები, რომელთაც ფინანსდებოდა პროპაგანდა, დეზინფორმაცია, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და რა თქმა უნდა ეს თუკი ამერიკული დაფინანსება იყო ამ სენით შეპყრობილი, თავისთავად იგულისხმება აპრიორი უკვე რომ ევროპული დაფინანსება ზუსტად ამ სენით იქნება და შეპყრობილი. სამწუხაროდ ამაზე თვალს ხუჭავენ, სამწუხაროდ ევროკავშირის საელჩო საქართველოში ნაცვლად იმისა რომ აქედან დასკვნები გამოიტანონ და გახდნენ გამჭვირვალენი ქართული ხალხის მიმართ, არათუ თვალს ხუჭავენ, არამედ უბრალოდ აიგნორებენ ამ საკითხს. ქართული ოპოზიცია მძიმე დღეშია. გამჭვირვალობის კანონის მწვავე კრიტიკის შემდეგ გამოსავლის მცდელობად სასამართლოზე თავდასხმა დაინახეს და საკუთარი პოზიციების გამართლებას ასეც ცდილობენ. ოღონდ ცხადია, უჭირთ აღიარონ, რომ ხელისუფლებამ სწორად იმოქმედა, როცა გამჭვირვალობის საკითხი კანონმდებლობის დონეზე დაარეგულირა. როდესაც ევროპარლამენტში, ევროპულ სახელმწიფოში ამას ითხოვენ, ერთი რამ არის გარანტირებული. ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც შეიძლება ეს შეეხოს, დარწმუნებული ვარ, რომ გარანტირებული აქვს სამართლიანი სასამართლოს იმხლება. თბილისი მზად არის ბრიუსელს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. ქართული ოცნება კოლეგებს ევროპარლამენტში პრობლემებისთვის თვალის გასწორებას ურჩევს. მართულ პარტიას გაბედული ნაბიჯისთვის დაუმსახურებელი კრიტიკაც კარგად ახსოვს და სწორედ ამიტომ ევროპელი დეპუტატების ინიციატივა ორმაგ სტანდარტადაც მიაჩნია. თუ სხვა ქვეყნებს აქვთ იმის სურვილი ჩვენ გამოცდილება გაიზიარონ, დიდი სიამოვნებით ჩვენ მას გავიზიაროთ. მაგრამ აქ თავარი არის ის, რომ ეს პრობლემა არის დღის წესრიგში, არაფორმალური გავლენების ფულის ტრიალი პოლიტიკაში, არალეგალურად ფულის ტრიალი არის პრობლემა და რაც მალე თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც გაუსწორებენ ამ პრობლემას თვალს, უკეთესი იქნება თავად ევროკავშირისთვისაც. გავუბედეთ და ვიყავით ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, რომლებმაც ამაზე ხმა ამოვიღეთ და გახსოვთ რამხელა კრიტიკა და ასე ვთქვათ სიძულვილის ნიაღვარი მოყვა ყველა ამ ცდელობას. ჩვენ როგორც სახელმწიფო მივესალმებით ყველანაირ გამჭვირვალობას და იმ ორგანიზაციაში, რომლის წევრობა ჩვენ გვინდა, ასევე მივესალმებით გამჭვირვალობას. ორმაგი და სამაგი სტანდარტიც არ არის, საერთოდ სტანდარტის არარსებობა არის, რასაც ჩვენ ვხედავთ. და არა მხოლოდ ეს, ნებისმიერი სხვა მიმართულებით, ესე გამჭვირვალეობა თურმე დემოკრატია ევროპისთვის და ასე ვთქვათ ჩვენთან დიქტატურა. ევროპარლამენტში საგამოძიებო კომიტეტის შექმნის ინიციატივა ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფს ეკუთვნის. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების ფარული პოლიტიკური გავლენების მხილებით დაინტერესებულები არიან პატრიოტები ევროპისთვისაც. მეტიც საკითხმა ევროპის სახალხო პარტიაც შეაწუხა, ანუ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ოჯახი და ხალხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გამჭვირვალობის კანონის გამო დემოკრატიულ უკუსლაში ადანაშაულებდა.